1951 წლის 7 დეკემბერს იაპონელებმა დამანგრეველი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ამერიკის საზღვაო ბაზაზე პერლ-ჰარბორში. მეორე დღეს შეერთებულმა შტატებმა იაპონიას ომი გამოუცხადა. მაგრამ იცოდა თუ არა ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ამ თავდასხმის შესახებ და აწყობდა თუ არა ეს თავდასხმა ამერიკელებს. ვაგრძელებთ ვიდეოების სერიას მსოფლიო შეთქმულებების თეორიები და ამ ვიდეოში ვისაუბრებთ იმის შესახებ თუ რატომ მიაჩნიათ ზოგიერთებს რომ იაპონელების თავდასხმა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობის სურვილის მქონე ამერიკის პრეზიდენტისთვის მიზანშეწონილობის საკითხი იყო. ცხადია საუბრის დაწყებამდე არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება უნდა გთხოვო. როდესაც 1929 წლის სექტემბერში ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფრანკლინ დელანო რუზველტის პრეზიდენტობის დროს მტკიცედ დაიცვა იზოლაციონისტური ნეიტრალიტეტის პოლიტიკა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა უდრო ვილსონმა პირობა დადო, რომ მსოფლიოს დემოკრატიისთვის უსაფრთხოს გახდიდა. თუმცა 1920-იან და 30-იან წლებში წყნარ ოკეანეში იაპონიის აგრესიულ ექსპანსიონიზმთან ერთად ევროპაში ფაშიზმის აღზევებამ ვილსონის ეს დაპირება უსარგებლო გახადა. თავად ამერიკა ჯერ კიდევ განიცდიდა 1929 წლის უოლ-სტრიტის კრახის შემდგომ პერიოდს, რასაც დიდ დეპრესიას უწოდებენ. საერთაშორისო ვითარების სულ უფრო დაძაბვის გამო კონგრესმა მიიღო კანონმდებლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნეიტრალიტეტის განსამტკიცებლად. ეს კანონები ფაქტურად აუქმებდა ამერიკის ნებისმიერ ჩართულობას მებრძოლ მხარეებთან და გარკვეულ პირობებს აწესებდა ისეთი ნივთებით ვაჭრობაზე, როგორც არის იარაღი, ფულის ესხება და სხვა. ნაცისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრიდან რამდენიმე თვეში ევროპის დიდი ნაწილი მისი მოკავშირის ფაშისტური იტალიის, ფრანცისკო ფრანკოს ესპანეთის და ცენტრალურ ევროპაში მეგობრული ავტორიტარული რეჟიმების გარდა ჰიტლერის სწრაფ მილიტარისტულ აგრესიას დაემორჩილა. ნაცისტების შეტევას მხოლოდ გაერთიანებულმა სამეფომ გაუძლო, რომელსაც 1951 წლის ივნისში საბჭოთა კავშირით შეუერთდა. მანამდე საბჭოთა კავშირი ხელშეკრულებებს დებდა ნაცისტებთან და ევროპას იყოფდა მასთან. და როდესაც გერმანიამ ssrs ჩაკლავოს სცადა, მხოლოდ მაშინ დაუპირისპირდა საბჭოთა კავშირი გერმანიას. ამავე დროს მსოფლიოს მეორე მხარეს გერმანიის მოკავშირე იაპონია ჩინეთში შეიჭრა. 1951 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნავთობის ექსპორტზე, რომელზეც იაპონია იყო დამოკიდებული, ემბარგო დააწესა. ტოკიომ ნავთობით მდიდარი ნიდერლანდების კოლონიის, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთისა და ბრიტანული მალაიას, ანუ მალაკის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდების აგრესიული გეგმები შეიმუშავა. იაპონელები ვარაუდობდნენ, რომ ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების მხრიდან ომის გამოცხადებას გამოიწვევდა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს დაესწროთ და ამერიკის მხრიდან დაუყოვნებელი შურისძიების საფრთხე წყნარ ოკეანეში ამერიკის სამხედრო ძალების ცენტრში პრევენციული დარტყმით გაენეტრალებინათ. იაპონელი სტრატეგები თვლიდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ აზიაში 1000-ობით კილომეტრის დაშორებით ბრძოლის ნაცვლად მშვიდობას მოისურვებდა და ამით ტოკიო მიღწეული წარმატებების კონსოლიდაციას და შენარჩუნებას შეძლებდა. 1951 წლის 7 დეკემბერს დილის 7 საათსა და 48 წუთზე ჰავაის ერთ-ერთი კუნძულის საზზე, სადაც პერლ-ჰარბორში ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტის შტაბ-ბინა იყო განთავსებული, 177 იაპონური საბრძოლო თვითმფრინავი გამოჩნდა. 2 საათის შემდეგ იაპონელების თავდასხმის შედეგები ამერიკისთვის ასეთი იყო: ჩაძირული ან განადგურებული 20-ზე მეტი სამხედრო გემი, განადგურებული 200 თვითმფრინავი და დაღუპული 2403 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. რუზველტი დაბომბვის მეორე დღეს კონგრესის ერთობლივი სესიის წინაშე წარდგა და მან პერლ-ჰარბორზე თავდასხმას ამერიკის ისტორიის სამარცხვინო თარიღი უწოდა. იაპონიასთან საომარი მოქმედებების ოფიციალური დეკლარაცია თითქმის ერთხმად იყო მიღებული და ამგვარად შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო. ახლა დავიწყოთ შეთქმულების თეორიის განხილვა. შეთქმულების თეორეტიკოსების აზრით რუზველტის მთავარი მიზანი იყო, რომ ბრიტანელებს გაეგრძელებინათ ბრძოლა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.
1940 წლის ივნისში საფრანგეთის დაცემამ ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა. თეორია იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ნეიტრალიტეტის ოფიციალური პოლიტიკის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატები სინამდვილეში საკუთარ კანონებს არ ღვევდა, როდესაც ბრიტანეთს 1951 წლის 7 დეკემბრამდე იარაღით და სხვა რესურსებით ეხმარებოდა. და კიდევ უფრო მეტიც, გერმანული სამხედრო გემებისგან თავის არიდების მიზნით ბრიტანულ გემებს ატლანტის ოკეანეში იცავდა. თეორია იმით გრძელდება, რომ პერლ-ჰარბორზე იაპონიის თავდასხმის წინასწარ პრეზიდენტს მეორე მსოფლიო ომში ჩართვისა და ამით ბრიტანეთისთვის სრული და გამჭვირვალე დახმარების გაწევის უკანონო გზა მისცა. ამას, როგორც გითხარით, ამბობენ შეთქმულების თეორიის მხარდამჭერები. ახლა იმაზე ვისაუბროთ, საიდან მოდის ეს თეორია. 1930-იან წლებში საერთაშორისო ურთიერთობების გაუარესების გამო მთავრობებმა დიდი ინვესტიცია ჩადეს ჯაშუშობასა და საიდუმლო კოდების გაშიფრვაში. და ის აზრი, რომ აშშ-ს მთავრობამ არა მხოლოდ იცოდა იაპონიის მასშტაბური თავდასხმის მოახლოების შესახებ, არამედ სინამდვილეში მიესალმა კიდეც მას, შესაბამისობაშია ეგრეთ წოდებული იისფერი კოდის გაშიფრვასთან. ეს იყო საიდუმლო დიპლომატიური კოდი, რომელსაც ტოკიო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავის სალჩოებთან კომუნიკაციისთვის იყენებდა. იისფერი კოდი 1940 წლის სექტემბერში 27 წლის მათემატიკოსმა ჟენევიევ გროტიანმა გატეხა, რამაც ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა გაეშიფრა იაპონური საიდუმლო საუბრები. ისინი კითხულობდნენ იაპონურ შეტყობინებებს 24 ან 48 საათის განმავლობაში. ამ შეტყობინებებიდან ირკვეოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა. იაპონელები რაღაც მნიშვნელოვანს აპირებდნენ. შეთქმულების მტკიცებულებად ასევე მოაქვთ ამერიკის ომის მდივნის ჰენრი სტიმსონის დღიური, რომელიც 1941 წლის 25 ნოემბრით არის დათარიღებული. რუზველტის იმ მოსაზრების გახსენებისას, რომ იაპონია შეტევას დღე-დღეზე დაიწყებდა, სტიმსონმა დაწერა: კითხვა იყო, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ ამერიკელებს, რომ პირველად სწორედ იაპონიას ესროლა მათთვის, თან ისე რომ ამერიკას ნაკლები საფრთხე დამუქრებოდა. პერლ-ჰარბორის შეტევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა ისმება: რატო წარმოიშვა ეს შეთქმულების თეორია? აქვე პასუხიც: შეიძლება ეს იმიტომ მოხდა, რომ ჰავაიზე იაპონელების ჩასაფრება ამერიკელებისთვის მძიმე და აუხსნელი იყო. ნიუ-იორკის პოლიტიკური ელიტა კვირას იმ დღეს, როდესაც ჰავაიზე თავდასხმა მოახდინეს იაპონელებმა, ნიუ-იორკის გარეუბანში მდებარე სახლში სადილობდა. როდესაც ტელეფონმა დარეკა და შეკრებილებს უთხრა, რომ იაპონიამ ახლახან შეუტია პერლ-ჰარბორს, ჯგუფის ერთ-ერთმა ყველაზე გამჭრიახმა წევრმა დანარჩენებს უთხრა: ნუ ღელავთ, ეს ტყუილი იქნება. მანამდე ამერიკულ საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ პერლ-ჰარბორი თითქმის აუღებელი ციხესიმაგრე იყო და მას წყნარი ოკეანის გიბრალტარს უწოდებდნენ. ზოგიერთისთვის რეალობა იმდენად გაუგებარი იყო, რომ მათ ამ რეალობის მიღება ვერ შეძლეს. ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სამხედრო ბაზა, განსაკუთრებით წყნარ ოკეანეში დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუტინულ საჰაერო დაზვერვას მუდმივად ახორციელებდა. თუმცა უცხო ქვეყნის ფლოტი მიუახლოვდებოდა, ისინი ამას ნებისმიერი შეტევის განხორციელებამდე დიდი ხნით ადრე შეიტყობდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ პერლ-ჰარბორში ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურმა, ადმირალმა ჰასპენ კიმელმა უგულებელყო შესაბამისი ზომების მიღება, კერძოდ არ ჩაატარა საჰაერო შემოწმება მას შემდეგ, რაც 27 ნოემბერს ვაშინგტონიდან წყნარი ოკეანის ყველა სამეთაურო პუნქტს გაეგზავნა კომუნიკე, რომელშიც იაპონიის გარდაუვალ დარტყმის პერსპექტივაზე იყო საუბარი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ იაპონელები ამერიკული საზოგადოებისთვის არაერთხელ იყო აღწერილი როგორც დაბალი დონის სამხედრო ძალა, რომ მათი თვითმფრინავები მეორე ხარისხოვანი იყო, რომ მათი ავიამზიდები არ ჰგავდა ამერიკულს. და ამ დროს პერლ-ჰარბორში ეს სავარაუდოდ არასრულფასოვანი ადამიანები მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო ფლოტს უტევენ და ანადგურებენ. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, იკითხა ხალხმა და პასუხად შეთქმულების თეორია შეიქმნა. ამავე დროს ჰავაი, რომელიც ტოკიოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 7000 კილომეტრში მდებარეობდა, ნებისმიერი მასშტაბური სამხედრო ოპერაციისთვის ძალიან შორ ლოკაციად ითვლებოდა. ცხადია, ამერიკელები ელოდნენ, რომ იაპონია მათ შეუტევდა. ბევრმა ისიც იცოდა, რომ იაპონიის დიდი საომარი ძალა გაფრინდა წყნარი ოკეანისკენ სამხრეთ-დასავლეთით. მალაიას, სინგაპურის, ინდოჩინეთის, ინდონეზიის და რაც მთავარია, იმ დროს ამერიკის კოლონიის
ფილიპინების მიმართულებით. დაარსებობს მოსაზრება, რომ რუზველტი იმედოვნებდა, რომ იაპონელები ომის გამოცხადების მიზეზს მისცემდნენ და ეს სტიმსონის დღიურის ჩანაწერიდანაც ჩანს. თუმცა ითვლებოდა, რომ დარტყმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკის კოლონიებზე განხორციელდებოდა. საეჭვოა ის აზრით, რომ იაპონიასთან ომი ამერიკის შეერთებული შტატების საშუალებას მიცემდა ცალსახად დახმარებოდა ბრიტანეთს ატლანტის ოკეანეში. წყნარ ოკეანეში ომი აბსოლუტურად არ იყო ის, რაც რუზველტს სურდა, რადგან იქ ომის დაწყება ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას ერთდროულად ორ ფრონტზე უნდა ებრძოლა. ამ თეორიის კიდევ ერთი კომპონენტი ვარაუდობს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა იცოდა, რომ ჰავაიზე თავდასხმას აპირებდნენ იაპონელები და დუმდა, რადგან ამერიკის ომში საბოლოოდ ჩართვის შემდეგ ალყაში მოქცეულ ბრიტანეთს ამერიკის სამხედრო ძალა დაემატებოდა. მიუხედავად ამისა, ამერიკის ომში ჩართვის მიზეზმა ბრიტანელებს დიდად არ შეუწყო ხელი, რადგან თავდასხმიდან რამდენიმე საათში ამერიკელებმა სამხედრო გემების ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში გადატანა დაიწყეს და ამგვარად ბრიტანული გემების დაცვა, რომელიც 1941 წლის 7 დეკემბრამდე არსებობდა, დასრულდა. ეს ბრიტანეთისთვის ერთადერთი დარტყმა არ ყოფილა. 41 წლის 8 დეკემბერს იაპონიამ დაიწყო ბრიტანეთის კოლონიებში შეჭრა მალაიასა და ჰონკონგში, ხოლო სინგაპური 42 წლის თებერვალში დანებდა. ბრიტანეთის მომარაგების ხაზები ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან მოულოდნელად საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის ოფიციალური გამოცხადება 41 წლის 7 დეკემბრამდე არ გაკეთებულა, იმ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ბრიტანეთის დახმარების მცდელობებში ნეიტრალიტეტის კანონებს გაცილებით სცილდებოდა და ფაქტობრივად ომში იმყოფებოდა გერმანიასთან. თუმცა შეთქმულების თეორიის წინააღმდეგ ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი არის ის, რომ ათასობით მეზღვაურის და მრავალი სამხედრო გემის განზრახ მსხვერპლად გაღება მხოლოდ იმისთვის, რომ შეერთებული შტატები ომში ჩართულიყო, უგუნურება იქნებოდა მაშინ, როდესაც ომში ოფიციალურად შესვლის ბევრი სხვა მარტივი და პროდუქტიული გზებიც არსებობდა, ვიდრე წყნარ ოკეანეში მათი ძირითადი საბრძოლო ძალების დასუსტება. მაშასე ჩვენ ამ ვიდეოში კიდევ ერთ შეთქმულების თეორიაზე ვისაუბრეთ. თუ მოგეწონა ეს ვიდეო და გსურს მეტი გაიგო სამყაროზე, სუპეროპერაციებზე და ადამიანებზე, რომელთაც შეცვალეს ისტორია, გამოიწერე არხი და დააჭირე ზარის ღილაკს. შენთან ერთად ჩვენ ხან მოგზაურებს დავემგზავრებით, ხან კოსმოსურ ხომალდებზე ავალ და ხან კი მეფეებს გავყვებით დიდ ომებში. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის ერთი ბრძოლის ისტორია. ახლა კი დროა დაივიწყო რუტინული ვიდეოები და შემოგვიერთდე.